შვილის სიკვდილის შემდეგ მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი ქმარი მოკლა. შემზარავი მკვლობა გორში წუხელ გვიანღამით 2 საათზე თვითმკვლელობის თვალწინ მოხდა. ბრალდებულმა ყოფილ ცოლს და მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ. გურამიშვილის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. დეტალებს ჩვენი ჟურნალისტები დღეს მთელი დღის განმავლობაში არკვევდნენ. ნახეთ ზეკო გიორგაშვილის, ნიკა გაბლუშვილის და ნიკა ღოლიჯაშვილის რეპორტაჟი. დაც დამეუპა დედაც და მამაც გამიქცა რა. გურამიშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შუახნის მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე გვიან ღამით მოკლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინციდენტი ღამის 2 საათზე თვითმხილველების თვალწინ მოხდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, რის შემდეგაც მისი ყოფილი ცოლი მეორედ გათხოვდა და ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა. ოჯახის ტრაგედიას ისიც ემატება, რომ ისრაელში მათი ერთ-ერთი შვილი 25 წლის გოგონა გარდაიცვალა. დაახლოებით იყო 2.5 და ხმაურზე გამეღვიძა. ხმაური შემოდიოდა ეზოს მხრიდან და სადარბაზოს მხრიდან. და როგორც გავიგე და მე მომავალში როგორც გავიგე, რაღაცა იყო მომხდარი და რომ გადავიხედე ეზოში, პოლიციელებით იყო სავსე და დავინახე მამაკაცის ცხედარი, რომელიც ძირს ესვენა. და სისხლის გუბეები იყო. ეს ხალი როგორც ვიცი ისრაელში მუშაობდა და ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა. ძირითადად იქ იყო. და ის ერთი შვილიც ისრაელში ცხოვრობდა, იქ დაუპულა ის ბავშვი და ჩამოასვენეს ის გოგო. ქმარი აქ ცხოვრობდა, ცოლი ისრაელში იყო წასული, მუშაობდა იქ. დანარჩენი არა ვერაფერს ვერ გეტყვით. პირველ სართულზე აქ პროკურორის ოჯახი ცხოვრობს, შობლები, მეორეზე პატრული ცხოვრობს. ანუ ამპადი ესე ვამბობ, მესამეზე კორპუსის თავმჯდომარე და უბრალოდ ასეთი გულგრილობა და საშინელება არ უნდა მომხდარიყო, ელემენტარულად ზარის დარეკვა შეიძლებოდა პატრულში, ხო? გავრცელებული ინფორმაციით ყოფილმა მეუღლემ ცოლი და მისი მეუღლე მას შემდეგ მოკლა, როდესაც ქალბატონმა ისრაელიდან 25 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი საკუთარ სახლში ჩამოასვენა, რადგან მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ყოფილი ცოლის სახლში გარდაცვლილი შვილის ჩამოსვენების დროს მივიდა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ შემთხვევის დროს გასროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ ინფორმაცია დილით შეიტყვეს. ადგილობრივები მკვლელობის სხვა ვერსიაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მოტივი შესაძლოა ყოფილ ქმარ შორის ეჭვიანობაც გამხდარიყო. ჩამოასვენეს 11 საათზე ისრაელიდან შვილი. იქ დავხვდები აეროპორტში რა. და მე ამათ ესენი წამოვიდნენ მე დავრჩი ქალაქში და წუხელის მე სოციალურ ქსელში იყო დაწერილი რომ ირმა და თავისი მეუღლე მოკლეს. და წამოვედი ხა საერთოდ რა რო გავიგე სამბოლო. ყავდა ცოლ-შვილი ისრაელში და ცხოვრობდნენ იქ, მუშაობდნენ და თვითონ იყო აქ ეს კახა. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. არაფერი, იმიტომ რომ ჩვენც აქ მუდმივად არ ცხოვრობთ. ცოლი გათხოვილი იყო. ანუ დაენგრათ ოჯახი ერთი სიტყვით. ეს ვიცოდი. მეტი ვერაფერს ვერ გეტყვით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გორში ყოფილი ცოლის და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული ამ დრომდე არ არის. მომხდარზე გამოძიება 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.